ვიწყებთ საუბარს იაგო ხვიჩიასთან, ის უკვე სტუდიაშია საუბრობთ მოგესალმებით, ხომაგლონოთებს. დავიწყოთ, მოდით, გადაცემის ანონსში მქონდა ასე გატანილი, რა მოიტანა იმ აქციებმა, რომელიც მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თვეა რუსთაველის გამზირზე. თქვენი აზრით რა მოიტანა? არ ვიცი, შეიძლება რაღაც მოიტანა კიდეც, თქვათ, იგივე არაღიარების ნაწილში, მაგრამ ეს შედეგი მას მოტანილი ქონდა ადრეც, ანუ თქვათ, იანვრამდეც რაღაცნაირად. და შემდეგ უკვე ჩემი აზრით, მას შემდეგ რაც აქციები ხელთ იგდეს აქტივისტებმა და უბრალოდ იქ ისეთი გაუსაძლისი პირობები შეიქმნა, რომ ნორმალურ ადამიანებს არ დაედგომებოდათ, მე ცხადია, რომ ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანდა. ერთადერთი დადებით შედეგი რაც შეიძლება მოიტანოს, იქნება ვინმე ჭკუა ისწავლოს, რომ მეორეჯერ რაღაცა სხვა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჯერ მე მგონი მაინც არ არის თლად ბოლომდე ჭკუა ნასწავლი და დასკვნები გამოტანილი, რომ რაღაც სხვა არის გასაკეთებელი და ასე უშინაარსოდ აქციები არ უნდა ტარდებოდეს. ანუ აქ პარტიული აქტივი დგას უკვე და თქვათ ადამიანები, რომლებიც იყვნენ თქვათ პროტესტის მუხტიც იყო, ხო? რამდენიმე ხნის განმავლობაში, ახლა ეს მუხტი გამოცლილი აქვს, თქვენ როგორ ფიქრობთ? პროტესტის მუხტი ამ ქვეყანაში სულ იქნება, იმიტომ რომ რამდენ შეცდომასაც ხელისუფლება დაუშვებს, რამდენ ციგიჟესაც გააკეთებენ, იმდენჯერ ხალხი გაბრაზდება ამაზე. მაგრამ მეორე საკითხია, რომ ვიღაც ადამიანებს რაღაცნაირად პრივატიზებული აქვს საპროტესტო სივრცე და არ აძლევენ ზოგადად პროტესტს განვითარების, სწორად განვითარების საშუალებას. ეს გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად იგივე პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით მედია საშუალებები უბრალოდ ცირკს აწყობენ ნებისმიერი პროტესტიდან, ანუ რაც არ უნდა უწყრელი იყოს პროტესტი, ისე წარმართავენ ამას, ისეთი ტიპის გაშუქება აქვს ამ პროტესტს, ისე არის სტუმრების შერჩეული და ამას დამატებული, რომ არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს პოლიტიკურ სივრცეში, რას ვაკეთებთ. ხვალ რავშვებით ამ საჭირო თემაზე დისკუსია არ მიმდინარეობს. ცხადია, რომ ადამიანებს ნელ-ნელა ზოგს ბეზრდება იყოფნა და თანდათან იქ რჩება ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორ გითხრა, არ უწყობენ ხელს პროტესტის ფართო მასებში გავრცელებას. ამიტომ არის საჭირო, რომ როგორც კი რაღაცა მოხდება, ზოგადად გახსნილი იყოს პოლიტიკური სივრცე დისკუსიებისთვის, პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობდნენ და ნელ-ნელა იხატებოდეს ის მომავლის საქართველოს გეგმა, რასაც უნდა მიაღწიოს. ამდენი ოპოზიციურად განწყობილი მედია საშუალება, რაც იქ ლაპარაკი მიდის, სხვა რა გინდა? არა, ნუ ახლა ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ ჩვენს პროფესიებს ცუდი დღე უდრას ამ ქვეყანაში. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ აი დღეს სადღაც დავინახე, რომ ისინი პოლიციელი და ერთ-ერთი აქტივისტი არ ყვევდნენ მონას ვის ეძახდნენ. და ანუ უცბად რაღაცა რო დავფიქრდი, მივხვდი, რომ თუ მონას ვინმეს ეძახი, რომელიც ხელისუფლებისკენ და უფროსის დავალებას ასრულებს, თან ისეთ არაკანონიერ, ანუ სამართლოს, ან ამორალურ დავალებას, მაშინ ამას პოლიციელს დაუძახებ თუ ჟურნალისტს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ თუ ზოგადად ამის გამო მონის დაძახება მოსულა, მაგრამ ფაქტობრივად არავინ არ დარჩა ქვეყნის საჯარო სივრცეში, რომელიც ვიღაცის დავალებას არ ასრულებს. და განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს პროფესიებს. როგორც ჩემს პროფესიაში უფროსის დავალებებს ასრულებენ მისი ქვედა აქტივისტები, ისე შენს პროფესიაში უფროსის დავალებებს ასრულებენ ჟურნალისტები და ფაქტობრივად აი რაც კომუნისტების დროს რო ცენზურა იყო, ჩვენ რო გაგვიგია. ახლა არის სხვანაირი ცენზურა. ანუ საღი აზრის არ გაჭაჭანების ცენზურა. აზრის მიუღებლობაც არის თუ რაღაცას არ ეზიარებ. აზრი ხო არ არის, ანუ რასაც სთავაზობენ მედია სივრციდან და პოლიტიკური იმიდან, რა ქვია, პედესტალებიდან, რასაც სთავაზობენ ხალხს, ის აზრი არ არის და ხალხი შესაბამისად არ იღებს ამას. და თუ არ იღებ, მე რა ხდება? იცით რა არის, რა ხდება? ჩემი აზრით ხალხმა თვითონ უნდა იპოვოს გამოჯანსაღების საშუალება. ანუ რაღაცა ერთი გზა არ უკაცრავად დავამტკიცე მე მგონი ეს ლაპარაკობ. ანუ თუ ერთი გზა არ მუშაობს, შენ უნდა გქონდეს საშუალება რომ მეორე გზა ცადო. ამისთვის უნდა არსებობდეს დისკუსია. ამიტომ არის საჭირო თავისუფალი მედია, ხო? ამიტომ არის პოლიტიკური პლურალიზმი საჭირო, რომ ადამიანებმა ერთ აზრში არ ჩაიკეტონ, 13 წელი ერთი და იგივე არ გრძელდებოდეს და რაღაც ახალი აზრი შემოდიოდეს, მაგრამ ხელოვნურად ეს მედია სივრცე არის პრივატიზებული, მედია და პოლიტიკური სივრცე. ეს აქვს, ანუ და არის მხოლოდ ორი აზრი დაშვებული. აი, თქვათ, იგივე ოპოზიციური მედიიდან, რომ თქვათ, მათთვის პროპაგანდისტული არხია ისიც, მე სადაც მუშაობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროპაგანდისტულია, გვესმის, ხო, რომ ამას აცხადებენ. იმედის პროპაგანდისტულია და სხვები. და ის ოპოზიციური არხები პროპაგანდისტული არ არის მაშინ? არა, ჩემი აზრით, ზოგადად ნახეთ როგორ არის დაშვებული არის ამ პროპაგანდისტულს. ქვეყანაში კომუნისტების დროს ხო ერთი აზრი იყო დაშვებული, რომ გაუმარჯოს პარტიას დიალენინს და ასე შემდეგ. ახლა არის ორი აზრი დაშვებული. გაუმარჯოს ბიძინას და ბიძინას დედავატირე.
ანუ ეს ორი აზრი არსებობს. ისევე როგორც გაუმარჯოს მიშას, ერთი და იგივე ნარატივია. გაუმარჯოს მიშას დედავატირი. ან ეს ორი ნარატივი მოძრაობს. სხვა აზრი მედია სივრცეში არ არის დაშვებული. მიშაში გულისხმობ ამ შემთხვევაში კრეფსით ნაცმოძრაობაზე, ლელოსაც გულისხმობ, იმიტომ რომ ბელადს გაუმარჯოს. ოღონდ აი ეს ბელადი არის, რომელიც ბიზნეს აგინებს და სხვები არიან ბიზნეს აქებენ. მაგრამ სხვა აზრი რომ მოდი მე და შე რეფორმებზე ვილაპარაკოთ რა რეფორმა აღჭირდება ამ ქვეყანას რამდენი 13 წელია ეს ხელისუფლება არის უბრალოდ და აი რა გახსოვს როგორც აი რამდენი ხანი არ ყოველ შემთხვევაში ადრე რა ლაპარაკობდნენ მაინც რომ რაღაცა რეფორმა ევროინტეგრაცია რაღაცა იყო რამდენი ხანია ზოგადად რომ საერთოდ არავის არ გაუგია რომ რამე რეფორმას ვაკეთებთ გარდა იმისა ერთმანეთს დავსდევთ დასაჭერად იქ რაღაცას სულ ცუდი ნიუსები სულ დაძაბულობა ყოველდღიურად და მეორეს მხრიდან რომელი რეფორმის საჭიროებაზე გესმის საუბარი და მე მართლა სასაცილოდ მეჩვენება რომ შენ ახლა წეგავს ვაუბრობდით რომ ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან ის რაღაც პროპაგანდისტ და რაღაცას მეძახიან ხო ანუ შეიძლება ვისმენთ ხო ამ თუ მუშაობ საზოგადოებრივ მოუწყებაზე პროპაგანდისტი ხარ რა ნამუსი მე უბრალოდ რა არ მესმის იცი რომ შენ რომ მუშაობ ტევ პირველში ან მუშაობდი მთავარში ან ფორმულაში მუშაობდი რა შეიძლება გამონაკლისი წესადასტურებდეს ვიღაცა იყოს რომელსაც უფრო ნაკლებად შეიძლება ეს და ვიღაცა მეტად მაგრამ იქ იმ პოზიციიდან შენ სხვას რანაირად ეძახი პროპაგანდისტს და თუ ბიზნეს პროპაგანდა არ მოსულა ხაზარაძის პროპაგანდა რატომ მოსულა ანუ რა ხაზარაძე უკეთესი კაცია ბიზნესზე აგერ ვიდეო დაუდია იმას ნინო ჯანგირაშვილს მათ შორის სხვა კოლეგებთან ერთად მეც ვარ რა აი ამ პროპაგანდისტებში ნინო ჯანგირაშვილი რო ხარ და ყველამ რო იცის თავის დროზე საიდან ფინანსდებოდი როგორ ფინანსდებოდი და ყველაფერი რო იცის ეხლა სხვაზე რო ლაპარაკობ ცოტა ღმერთს ხონდა შეხედვა რა უბრალოდ რაღაცები არის რომ რასაც თქვა მე არ ვიკადრებ მაძე არ ვილაპარაკებ ასე საჯაროდ თქვა ჯანგირაშვილებს და მისნაირებს შეუძლიათ რომ სხვაზე ილაპარაკონ და ამით ჩანს ჩემი მიეთერი მაგათ განსხვავებით გახსნილია იაბა არა მე მესმის ან მე ზოგადად ვაფასებ იმ რაღაცა უცნაურ თავისუფლებას რომელიც უცნაურად ყველაზე მეტად აღმოჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და დანარჩენი ყველა კერძო არხი არის სხვადასხვა ფორმით დაცენზურებული ყველაზე ნაკლები ცენზურა არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე თქვენთან და მასთან ბუნებრივად რატომღაც ასე გამოვიდა აი წარმოიდგინეთ არჩენი იმედი ხო დაცენზურებულია პოსტები დაცენზურებულია ისე რომ მე იქ არც გამოვჩენილ ვარ ბოლო რამდენიმე წელი არ გამოვჩენილ ვარ წარმოიდგინეთ ანუ ასე თუ ისე მესამე ალბათ თავისუფლებით არის რუსთავიორი ოპოზიციურ არხებზე მე მგონი არასდროს არ გამოვჩენილა შეიძლება ერთ-ორჯერ ვიყავი 9 წლიან 10 წლიან ისტორიაში თავარზე ტევ პირველზე კი იცით საერთოდ ხაზარაძის ქება დიდება და ავე მარიამიდის ამწუთას მეტი სხვა არაფერი არ ხდება იმაზე რა ქვია ფორმულაზე თვეში ერთხელ კარგ შემთხვევაში გამოვჩნდებოდით ჩვენ ისიც რაღაცა ბევრი სხვადასხვანაირი ფილოსოფიების შედეგად ახლა წარმოიდგინეთ რომ თუ მეუბნები რომ მე თავისუფალი მედია ვარ მე რაღაცა დამოკიდებული მედია ვარ და ასე შემდეგ ვარ ეს ხო ტყუილი არის ანუ რა განსხვავებაა ჩემთვის მოქმედი ხელისუფლების არის ტელეარხი თუ არის ყოფილი ხელისუფლების და ორივეგან მუშაობს ერთი და იგივე სიმკაცრის ან შეიძლება ოპოზიციურ არხებზე არანაკლები უფრო მეტი თუ არა ცენზურა მაგალითად გვარამიასნაირი ცენზურა არავის არ ქონდა ჩემი აზრით და ამ გადმოსახედიდან ანუ საქართველოში ადრე თუ კომუნისტური პარტია იყო დამნაშავე მედიის თავისუფლების მოკლაში როგორც ასეთში ახლა არის როგორც სამთავრობა ასევე ოპოზიცია მე კი მაქვს ეჭვირო ეს ერთი თავიდან ანუ თავრობიდან იმართება მათ შორის ოპოზიციური მედიები მაგრამ ზოგადად რო შეხედო რა განსხვავება არის აი ერთი აზრის ნაცვლად ერთი აზრი ხო აპრიორი ტყუილია როცა ერთი აზრია მარტო დაშვებულია ეს იმიტომ დაშვებული ის ტყუილია თუ მხოლოდ ორია დაშვებული ესე იგი ორივე ხო ტყუილია იმიტომ რომ თუ შენ ტყუილს არ ავრცელებ მაშინ რა პრობლემა გაქვს ცენზურა რატო გჭირდება ხო და აი ამ სიტუაციაში მე ერთადერთი გამოსავალი მგონია რომ ქართველი ხალხი არ უნდა მოთხოვდეს ანუ თუ იმდენი გვესმის რომ ერთი აზრი და დანარჩენი საკრძალვა ცუდია ორი აზრი და ისიც რაღაც აზრის პროფანაცია და დანარჩენი საკრძალვა ასევე ცუდია ხო და ჩემი აზრით პრობლემა არის მაინც ჩვენ საზოგადოებაში ანუ მე როგორ დავაბრალო ახლა ეს მარტო ხაზარაძეს ან მარტო ბიძინას ან მარტო მიშას ან ვიღაცას მარტო როგორ დავაბრალო ჩვენ ხო ეს ხალხი ხო ჩვენ ასეთი ავირჩიეთ ანუ ქართულმა ხალხმა ხო აირჩია გვარამია ქართულმა ხალხმა ხო აირჩია ხაზარაძე ასევე ქართულმა ხალხმა ირჩევდა და ირჩევს მიშას
ქართველმა ხალხმა აირჩია კიდე სხვა ადამიანები, რომლებიც ამას ფაქტობრივად არ ანდობენ ქართველ ხალხს იმას, რომ თვითონ გამოიტანოს რამეში და ნაზრი. გასაგებია, მოდი რომ მიუბრუნდეთ იაგო ისევ აი ამ აქციებს რუსთაველის გამზირზე, ხო? რა მივიღეთ მეთქი საბოლოო ჯამში, მაგრამ აი ვხედავთ ადამიანები ციხეში, ჯარიმები და გვესმოდა ჩვენ ზოგიერთი ლიდერის რომ მე რა ეს ჯარიმა, მე რა რომ ვიღაცა დააკავეს ვიღაცები ციხეში არიან და პოლიტიკოსები სახლში არიან ოჯახებთან ერთად, ხო? ვიღაცამ აი ამაზე ხელისუფლებას თავისი პასუხისმგებლობა კარგზეც და ცუძეც რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ ერთხელ მაინც ვინმე მოუწოდა, რომ ხომ იცოდნენ იმ პიროტექნიკას რომ ესროდნენ, თქვა პარლამენტს, რომ ამაზე მოყვებოდა რეაგირება, ხო? ერთი განცხადება მე არ მომისმენია ოპოზიციონერისგან, რომ ეს დასჯადია და არ გიდათ. მე გეტყვით ჩვენ რა გავაკეთეთ. დიახ. ჩვენ 2 კვირის განმავლობაში სანდრო რაქვიაშვილი დადიოდა მიტინგზე, ჩვენი კუთხე ჰქონდა ოპერასთან და იმ ადამიანებს, რომელსაც აი ჩვენი ჯეროდათ, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ნუ დგებით იქ წინ, სადაც შეიძლება შარში აღმოჩნდეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვერ დაგიცავთ. მე განა ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ ამაში. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლება იმათმა დაიჭირეს. და უდიდეს შემთხვევაში, ახლა მე ყველა საქმეს არ ვიცნობ, იმიტომ რომ მათ შორის მოვისმინე დაზარალებული, ძიმედ დაზიანებული პოლიციელების შესახებ. და ამიტომ ვერ ვიტყვი იმას, რომ ყველა უდანაშაულოა, იმიტომ რომ ვიღაცამ ხო დაზიანეს ხალხი და შეიძლება ბუნებრივად 2 საათი აჩვენებს ორჯერ დღეში სწორ დროს, ისე ხდებოდეს აქაც. მაგრამ ხალი დაკარგა სულ არაფერი პოლიციელმა. ხო, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ შენ როდესაც ვერ იცავ შენს მომხრეს, არ შეგიძლია, რომ მასე გარანტია იყოს. შენ ხო მინიმუმ წინ უნდა იდგე. ვიღაცა ხო ამარაგებდა პიროტექნიკით იქ ხარ. არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება თვითონ ყიდულობს. მოდი ამაზე შეიძლება, მოდი მე ხო არ შევდივარ ამაში, მაგრამ შენ ხო წინ უნდა იდგე. შენ თუ შენი მომხრებს ვერ დაიცავ. ესენი ხო ძირითადად იყო 4-5-95-ის ამომრჩევლები. მე ჩემ ამომრჩევლებთან გეთხარი როგორც მოვიქეთ 2 კვირის განმავლობაში ვიდექით და ვეუბნებოდით, რომ ხალხო ვერ დაგიცავთ. და მოდით ახლა წესიერად მოვიქცეთ. დანარჩენი აგერ არ მოყვება ეს ხალხი, რომ სწორად დავაორგანიზოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ პროტესტი, თქვით როგორც უნდა დავაორგანიზოთ სწორად, როგორც უნდა ველაპარაკოთ ხელისუფლებას, რა პოზიციებიდან. დანარჩენები, ხო, არც ერთი პოლიტიკოსი არ დაუჭერიათ და ვინც დაიჭირეს, ხო გამოუშვეს. როგორ შეიძლება არ გძნობდე პასუხისმგებლობა შენი ამომრჩევლების წინაშე. შენ რომ მოუწოდებდი, რომ ცოტაც და დაემხობიან ხოცები, რომ ყველაფერი სწორად მიდის. აბა გავძოთ, აბა ცოტა შეუტიოთ. როგორ, არც ერთი შენიანი როგორ არ არის დაჭერილი. და სად არიან ეხლა ეს ხალხი, ეს ლიდერები სად არიან? ვერ გეტყვით, სად არიან, მე მაგათთან არ მაქვს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კომუნიკაცია. ამიტომ მე ვერ მექნება მაგაზე ინფორმაცია, მაგრამ ყველა ადამიანისთვის ხო დღეს მაინც უნდა იყოს გასაგები, რომ აი შემდეგ არჩევნებზე ასეთი ხალხი არ უნდა აირჩიო. უბრალოდ, რავი, ახლა მე ძალიან კრიტიკული ვარ ამ საზოგადოების მიმართ. შეიძლება აი გაბრაზებამ გადამიარა, მაგრამ კრიტიკული ვრჩები, იმიტომ რომ სრულიად რაციონალურად რო შევხედოთ ყველაფერს. გვარამია ამ არჩევნებზე გაიცნო საზოგადოებამ? ხაზარაძე ამ არჩევნებზე გაიცნო ამ საზოგადოებამ? როგორ შეიძლებოდა ფიზიკურად მართლა რომ ამათ 10% აეღოთ? რაც არ უნდა ფული დაეხარჯათ. ხო და აი ეს შეცდომა, რომელსაც ეს განაპირობა, ეს დეფექტი ამ საზოგადოების თუ რაღაცნაირად არ აღმოიფხრა. არანაირი გარანტია არ არსებობს იმისი, რომ ესენი ისევ იგივეს არ გააგრძელებენ, იმის იმედად, რომ ხალხი კიდე ჭამს. ხო და მე არ ვიცი, პრობლემა მდგომარეობს მართლა ამ საზოგადოებაში. ქართული ოცნების ამომრჩეველი ასევე ცალკე პრობლემა არის იმ გაგებით, რომ იმის გამო რომ მიშა არ დაბრუნდესო, ციხეში მყოფი მიშა არ დაბრუნდესო, იმის შიშით დაალაგდნენ და ერთპიროვნული ძალაუფლება მიცემს ხოცებს, რომელმაც ლამისა ვიზა ლიბერალიზაცია დაკარგონ. რა, ხოცებს ვარ ხონდათ ერთპიროვნული ძალაუფლება, მართლა მიშა დაბრუნდებოდა ქვეყანაში და მართლა ეს რაღაცა საგიჟეთი იქნებოდა. ესეც ხო, აი შიშიდან გამოწვეული ეს პარტიები თქვენ თვითონ ხო ამბობდით, რომ ყველა ნაციონალი არის, ეს ერთი კლასტერიაო, ხო ამბობდით და მიშა ხო პირობითი არის, ეს ხო მიშას პარტიებია მაშინ. არა, მესმის კაცო, მაგრამ ამ არჩევნებზე, ამ ხოცების ამომრჩევლებს რა არჩევანი არ ქონდათ? რა მე როდესმე ამ საზოგადოებისთვის როგორ გითხრა, მიმეცია იმის ეჭვის საფუძველი, რომ მე მიშასთან გადავხტებოდი და მიშა ჩავაბარებდი ერთპიროვნულ ძალაუფლებას. თქვენ ნათქვამი გქონდათ, რომ ითანამშრომლებდით, ვინ გაემარჯვებდა და ხო და ნაციონალური მოძრაობა რომ გაემარჯვა, ასე ვთქვათ, რომ მე ითანამშრომლებდი. გაიმარჯვებს იმას და ვინც მოვიდა გაუმარჯვოს თქო, ეგ არ გვითქვამს, ეგ სხვა პოლიტიკოსების სტილია. ჩვენ ვთქვით, რომ რომელიც უფრო მეტ შემოგთავაზებს. შესაბამისად, რა ვიცი, ქართული ოცნების ამომრჩეველს და ასე ცუდი წარმოდგენა ქართულ ოცნებაზე, რომ ის მიშაზე უფრო ცოტა შემოგთავაზებს
თავისუფლებების დათმობის თვალსაზრისით ადამიანების, არა ფულს ამ შემთხვევაში. თავისუფლებების დათმობის თვალსაზრისით, რომ მე მომიწიოს ნიშასთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ იმან მეტი თავისუფლება დამითმო. ანუ ეს ხო უბრალოდ აბსოლუტური სიგიჟეა და ბოლოს და ბოლოს აი იმის შიში, ნიშაშიში. ხო საბოლოო ჯამში ავირჩიეთ ხელისუფლება, რომელმაც ღიად დეკლარირებულად განაცხადა, რომ დასავლეთზე უარს ვამბობო, დასავლეთის ზღვაზე. ისე გვიღებდნენ? გვიღებდნენ რა, შენ ხონდა შევაჩერეთ, რომ მოვამზადოთ. ვინ იქ მიგიღებს თუ არ მიგიღებს, ერთ მეორე საკითხია. შენი სვლა საით უნდა იყოს? შენ საით მიდიხარ? აი იქ რომ დაუშვათ რაღაცა ვადაში გიჟები მოვიდნენ ხელისუფლებაში. სადღაც. შენი სვლა იმის გზამ რომ რომელიღაც თავრობაში, რომელიღაც ქვეყნებში, რომელიც დიდარია თავისუფალი საზოგადოება, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესია იქითკენ სვლა. აი რა უნდა გაეკეთებინათ იაგო? ვის? აი საქართველოს ხელისუფლებას. როდესაც არ უნდა ჩვენ ხო გვაქვს კანდიდატის სტატუსი, მოლდოვას მისცეს და საქართველოს არ მისცეს, ამ დრომდე ეს თავრობაში იმიტომ ხარ რომ იჩალიჩო. მოდი ჟარგონი რო ვთქვა. თავრობაში იმიტომ ხარ, იმიტომ არა, მაიცა კაცო, იმიტომ ხარ, რომ შენ მოლდოვის თავრობაზე უკეთ იჩალიჩო, უკეთესი პირობები. თავრობაში ამიტომ მოხვედი. და შენი, პირიქით, ჩვენ უნდა გქონდეს ამბიციური საგარეო პოლიტიკა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ჩვენ ვართ სუვერენიტეტის დაცვის როგორ და არაფერს ამბობს, სუვერენიტეტი იყო შერყეული ჩვენიო, დიახ. სინამდვილეში ჩვენ ეს რატო დაგვემართა? იმიტომ რომ დავკარგეთ უცბად ამბიციები საგარეო მიმართულებით. თქვით, რომ ჩვენ ვართ სოფელი. არაფერი არ გვეხება ჩვენ სამყაროში. ჩვენ გვინდა ჩვენთვის ვიყოთ ჩვენი რაღაცა სოფელში მოვაგოროთ რაღაც საკითხები და ამბიცია არ გვაქვს ვიყოთ ქალაქი. ამბიცია არ გვაქვს ვიყოთ თავისუფალი საზოგადოება. ასეთი, შენ როცა ასე მოძრაო, ეს ხო რაღაცაში გამოიხატება. და საბოლოო ჯამში ის ნაბიჯთა ერთობლიობა, რომლითაც შენ გინდა გახდეს სოფელი და უარს ამბობ, ამბიციაზე იყო ქალაქი. საბოლოო ჯამში მიყავ იქამდე, რომ გეუბნებიან, რომ შენ ასე თუ გინდა, იცხოვრო, ჩვენთან შეიძლება არ იყოს შენი ადგილი. შენ შეიძლება აგერ სოფელი იქით არსებობს. იქით არსებობს ის საზოგადოება, სადაც შენ არც ადამიანის უფლებებზე გინდა ღელვა, არც სამართლოს გამოსწორება გინდა, არც ხელისუფლების ცვალებადობა გინდა, არც რამე გლობალურ პროცესში რამენაირი როლი გინდა. იაგო, ამაზე პასუხი აქვს ხელისუფლებას, რომ ომში ჩართვა უნდათო და ჩვენო ამას არ ვიზამთრითო და იმიტომ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსზე, ხო, ამას ვისმენთ. კი, ახლა თუ ეს სინამდვილეშია, თუ ეს მართლა ასე არის, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსი თუ 2030-ში მიგვიღონ და ჩვენ ომში წავიდეთ? თუ ეს რეალურია. ზოგადად ომში ჩართვა არავის არ უნდა და სიგიჟეა, პირიქით, ამ ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო იმ ნარატივით, ესე რომ ვთქვათ, რომ საზოგადოება დააჯერა, რომ ომი მის გამო არ დაიწყო. მაგრამ არჩევნები ხო მორჩა. ხო რაღაცა ხოცებმა მიიღეს უმრავლესობა, მე რაც ვერ მიიღეს, ისე აჩუქა ოპოზიციამ, რაღაც თავის დაალაგდა. კითხვები ხო დაისვა და თვითონ ქართულმა ოცნებამაც თქვა, რომ ჩვენ ომში გვითრევდნენ, რას ნიშნავდა. რას ნიშნავდა კონკრეტულად და არ ითქვა ის სიტყვები, მათ შორის ითქვა რომ ისიც კი ითქვა რომ ელჩმაო შეგნებულად არ გამოიყენა ისეთი სიტყვაო რომ რაღაცა რომელიც ომთან პირდაპირ იქნებოდა შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი ქონდა მასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები და აღმოჩნდა რომ ომში გვითრევენ იყო ის ნარატივი რომ სოლიდარობა გამოგვეხატა რაღაცა ფორმით უკრაინის მიმართ როგორც გამოხატვა სხვა ქვეყნებთან როგორ უნდა გამოგვეხატა მეტი ყველა რეზოლუციას მიუერთდით ხო ყველაფერში ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნოთ. მოლდოვაზე მეტი საფრთხე ჩვენ ხო არ გვემუქრებოდა. ელჩი გამოვიყვანეთ ბოლოს, ჩვენი ელჩი არ გამოგვიყვანია იქიდან. აი სხვა რა უნდა გაეკეთებინა უკრაინისთვის. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უკრაინის ხელისუფლება არის ჩემთვის ხელისუფლებათა იდეალი. შორს ვარ ამ აზრისგან, მილიონი პრობლემა აქვს უკრაინის ხელისუფლებას და ზოგადად ის რომ ამ ქვეყანას 50 მილიონიანი ქვეყანა თავდასაცავი რო გახდება ზოგადად იმის გამო რომ ვერ გავითარდა სწორად, იმის გამო რომ კორუფცია, იმის გამო რომ პრობლემები აქვს სხვადასხვანაირი ტიპის თავისუფლება. უკვე პრობლემა, მაგრამ აი იაგო 2008-ში ომი ხო ქონდა. უკრაინამ რა გააკეთა იმაზე მეტი, რაც ჩვენ გავაკეთეთ უკრაინისთვის. აქ რუსეთი რო ოკუპანტი და ცუდი არის ამაზე არ დავაპარაკობ. მე ამ წუთას არ ვლაპარაკობ უკრაინის მიმართ სოლიდარობის განცდით. მოდი ერთი წამი გადავდოთ ეს გვერდზე განასოლიდარული არ ვარ უბრალოდ ეს წამი გვერდზე გადავდოთ. მე ვლაპარაკობ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ რაღაცა, აი რასაც შენ ომის საფრთხეს არქმევ, რომელიც არსად სხვა ქვეყანაში რეალიზებულად არ დამდგარა, არც ერთხელ ვერ ვიტყვით რომ უკრაინის გარდა რომელიმე ქვეყანაში ომი მიმდინარეობს ამ წუთას. მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდით ქვეყანა, რომელმაც იმის გამო რომ
რაღაცა არ გააკეთა, არ ვიცი რა, იმიტომ რომ მე არ ვარ ხელისუფლებაში და არ მაქვს ესენი სათავე საქმიანობს ინფორმაცია. თხოვენ, არა, დიახ. ომს თხოვდენო ვერ ადასტურებენ. ანუ ამას ლაპარაკობენ როგორც პოლიტიკურ აი როგორი განცხადებას. დასტური გინდათ? რო რა დაიჭერო. დარწმუნებული ვარ ეს რო არსებობდეს, დიახ. იქნებოდა ჩანაწერებიც და ამას ქართული საზოგადოება ნახავდა. უბრალოდ ის ჩანაწერები, რომელიც არსებობს რაღაცასთან დაკავშირებით, მათ შორის პირად საუბრებთან დაკავშირებით, აი კენი დეგნანი რო იყო ბიჯინაიშვილი პრემიერთან. იქ არავინ არ ამბობს, რომ კენი დეგნანი პირდაპირ გაგებით ომის რაღაცას სიტყვით ომს თხოვდა. ამღოდა რაღაცა სოლიდარობას, ამას მე თარგმნიან თვითონ კოცები, რომ ესო ითარგმნებოდა, ეს ნიშნავდა ამას, თვითონ ასკვნიან. მაგრამ მე კაცო კონკრეტული არგუმენტი მაქვს. სხვა ქვეყნებმა ხომ მოახერხეს სკანდალების და სიგიჟეების გარეშე გამოსვლა, ისე რომ შარში არ გახვეულიყვნენ. რაღაცით ხომ მოახერხეს. ანუ ხო გამოდის, რომ იმის წინ ქვეყნის მთავრობებმა ჩვენ მთავრობას აჯობეს. და ქართულმა ხალხმა რო დაიჯერა, რომ მთავრობამ გვიხსნა საფრთხისგან, თორე აქ 100%-იანი ომი იქნებოდა. დიახ. იმის სანაცვლოდ რომ ომი არ არის, ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა პრობლემები, აი ახლა კიდე თანდათან გრძელდება ეს დასანქციონირებული ხალხიდან დაწყებული ყველაფერი და აი სხვა ქვეყნები, მოლდოვა მაგალითად. დიახ. ხო გამოვიდა უფრო ნაკლები შარით. რა ვიცი, რუმინეთი ხო გამოვიდა უკლებ, იქაც არ არის მაგრამ შეხედე იაგოს სამე გინახათ რომელიმე პოლიტიკოსი იქაური ქვეყნის რომ ეთქვას რომ აი ჩვენი ქვეყანა არ ღვევს საერთაშორისო სანქციებს და რუსეთს ეხმარება ეს ხო მტყუილი აღმოჩნდა ესეთი განცხადებები აი აქაში ჩვენი ოპოზიცია ერთი წამით ნახე შეხედე ოპოზიცია ყველგან ოპოზიცია ზოგან ასეთია ზოგან ისეთია მე არ ვიცი ანტისახელმწიფოებრივი შეიძლება არ ვიცი კაცო ოპოზიციამ რაღაცა თქვაო ჩემზე უკეთესად გაავრცელა პროპაგანდაო და მე ვერ გავავრცელე ამ ხელა რესურსით სრული ძალაუფლებით ყველაფერზე ეს ხო დამაჯერებელი ვერ იქნება ანუ შენც გეჩალიჩა ისევ ჟარგონს გამოვიყენებ ბოდიშის მოხდით მაყურებელთან ოპოზიცია როგორც დადიოდა როგორც რაღაცა შვებოდა შენ ხო უფრო მეტი ფული გქონდა უფრო მეტი ნაცნობები გყავდა უფრო მეტი რესურსი გქონდა ხო და აი შენ რო ეს არ გააკეთე პირიქით დაიწყე მოძრაობა უფრო დაიწყე მოძრაობა იმისკენ რომ ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში აღმოჩენილიყავი რომ შენ მხარს მეორე მხარეს უჭერ აი და ამის გამო პრობლემიაგო თვითონ მოხალისეები ჩასვით თვითმფრინავში და გამოუშვითო ხო მოხალისეების რა განხდებები იყო მოხალისეების გაგზავნა არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი იარაღი დაგვეხმარებოდა მესმის ნახე ანუ მე რისი თქმა მინდა იცი რომ შეიძლება შენ მოხალისეები არ გააგზავნო და თქვა ახსნა მათ შორის რომ მოხალისეებს არ გავაგზავნი იმიტომ რომ რავი შარია რაღაცა ამის მიიღებ და ხო მიიღო სხვა ქვეყნებისგან ომი ხო სხვაგან არ დაწყებულა და იგივე შარში სხვები ხო არ გახსოვდა საქართველოს თხოვდნენ ამას სხვა ქვეყნებს ხო არ თხოვდნენ ნახე ხო ჩვენ პრობლემა სად გვაქვს ამ ძელობაში მე და შენ არ გვაქვს ის ინფორმაცია ამ წუთას რა ინფორმაციაც ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს ამ ინფორმაციას არავინ არ ასაჯაროებს რაღაცნაირად და ჩვენ გვიწევს მსჯელობა ისეთი ტიპის საკითხებზე რომელზედაც არ ვიცით პასუხი უბრალოდ მე გეუბნები შედეგებით ომი სხვაგან მიდის რომელიმე ქვეყანაში არ მიდის რომელიმე სხვა ქვეყანას აი რომელიმე სხვა ქვეყანას მოლდოვა კარგი მაგალითია ანუ ჩვენთან მიახლოებული მაგალითად სხვა შეიძლება მოვიყვანოთ სხვა ქვეყანასთან ხო იგივე პრობლემები დასავლეთს არ აქვს მოლდოვა ხო მაგრამ ომი ხო არ მიმდინარეობს და ანუ ეს მაკეთებინებს ზოგადად დასკვნას თუ ქართული ოცნება მოვიდოდა მე მაჩვენებდა ვიდეო ჩანაწერს როგორ ეუბნება ამერიკის ელჩი ხო იძახდნენ ამას რომ თქვენ გეოდებათ სანქციები გეოდებათ რაღაცები თუ ახლა ომს არ დაიწყებთ რუსებთან თუ ახლა ჯაველინებს არ გააგზავნით კიევში თუ რაღაცას არიზამთ მე გადმოვა ბზადვარ გურამაჭარაშვილი გველოდება ეს ხო არავის არ უქნია თქვენი განცხადება რომ ნელ-ნელა შეპარვით ცდილობენ რომ არჩევნებში ჩაერთოს ოპოზიცია რა გაძლევთ აი ამის განცდას გეტყვი რა მაძლევს ამის განცდას მიუხედავად იმისა რომ თავის დროზე მე მგონი ყველაზე კაფიოდ თქვა პეტრეცის კარიშვილმა რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას და მე რაღაცა აი მსგავსი სიმკვეთრით თქვა ეს ლევან ხაბეიშვილმაც ლევან ხაბეიშვილმა ჩემთან სტუმრობის დროს დაადასტურა რომ მათ არასოდეს არ უთქვამთ მტკიცებით ფორმაში რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ ეს არ უთქვამს გახარია არ გეტყვითო ამასო ჯერ დრო არ არისო ლელომ საერთოდ არ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანიო ჩერგომ ასევე დებატების დროს მითხრა რომ ისო რა ქვიაო მეო ჯერ იმედი არ გადამწურვიაო ამ არჩევნების ამ იმისო აქციებისო ახლა პროტესტები მიმდინარეობს ესო დო შედეგს გამოიღებს მაგრამ და სანამ არ გადამეწურება იმის იმედიო მანამდე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობასო ხვალ შეიძლება გადაეწუროს უკვე დღესაც შეიძლება გადაწურული კონდეს არ ვიცით წარმოიდგინე რომ ეს 4 პარტია რომელიც აქ არის არ ვიცი კიდე ვინმე არ მინდა გამომრჩეს
ხუთი პარტია თქვი უკვე რომელიც აქ არის. არც ერთმა მათგანმა ჩემთან საუბრის დროს საჯარო სივრცეში არ დაადასტურა რომ ის არჩევნებში არ მონაწილეობენ. სადღაც რომელიღაცა რუყიო ეთერში რაღაც ეს არ გაუჩეს კიდევ უფრო უარეს თქვა არ შეუქმნის აზრს მოსახლეობას ერთ დღეს როცა ამბობ რომ აი არ შევალთ იქ არ ვაღიარებთ აი ამ CSKO-ს არჩევნებს და ხვალ რომ ისევ არჩევნებში მიიღებ მონაწილეობას აი პოლიტიკაზე ნდობა არა აქვს ჩვენს მოქალაქეებს ხო კიდევ უფრო არ გაუარეს ჩემი აზრით ამ ხალხმა ანუ ვერ ახსნიან ესენი პოზიციას რომ რატომ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას განსაკუთრებით დედაქალაქის არჩევნებში. ჩემი აზრით, პრობლემა ამაში არ არის. პრობლემა იცი რაში მდგომარეობს, რომ ესენი ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. აი ყველას ეყოლება ყველაზე ღირსეული მერობის კანდიდატი, მაგალითად გახარია იქნება ხაზარაძე, შეიძლება მელიაც იყოს. ღირსეულები არიან ეს? არა, სხვა რაღაცას ვამბობ. ჭყალებში ღირსეული მათი განმარტებით. ნაცვლად იმისა, რომ ახლავე შეთანხმდნენ. აი ვიღაც არაპოლიტიკურ პატიოსან კაცზე. თქვენ ამას ამბობთ ხოლმე ხშირად. ხო, ან თქვენი მაყურებლისთაც ვიტყვი რომ ვიღაც პატიოსან კაცზე, რომელზედაც უბრალოდ არ არსებობს ესეთი ტიპის კომპრომატი, რომ ხალხი დედას აგინებდეს. და რომელზედაც მხარდაჭერა არც ერთი ამ პარტიის ამომრჩევლისთვის, ჩემი ამომრჩევლის ჩათვლით, არ იქნება უხერხული. ასეთ ადამიანს ახლა უნდა ვარჩევდეთ. აი ის ოპოზიციური მედიები სახელმწიფოს ამ შემთხვევაში არ გულისხმობენ, რომ იმათ თქვა მიზანი აქვთ. ოპოზიციური მედიები, რომლებიც ამ არჩევნებს ახლა ვითომ აშუქებენ. სინამდვილეში ამ წუთას იმ ბალამუტის ნაცვლად რაც ეთერში მიმდინარეობს და უბრალოდ მაყურებლის უპატივცემლობაა რაც ახლა ოპოზიციურ არხებზე ხდება უნდა იკრიბებოდნენ გვალი მაგიდის გარშემო უნდა პატიჟებდნენ პოლიტიკოსებს უნდა იყოს დისკუსიები ვის ვთხოვოთ ქართული საზოგადოებიდან მათი რეპუტაციული ადამიანებიდან რომ დაეხმაროს ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოსვლაში რომ იქნება ხოცების ხელისუფლება შეიზღუდოს დედაქალაქის არჩევნების წაგებით მაინც რომ აზე მოვიდნენ და ქვეყანა არ გადაჭახონ იმ როგორ გითხრა ხრამში რომელიც ჯერ შეიძლება გამოიხატოს ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვაში თუმცა ეს ისეთი სწრაფი პროცედურა როგორც ჩემთვის არის ცნობილი არ არის მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს როდესაც ხოდადგება ან რაღაცა სხვა უფრო დიდი შარში რომლის შედეგებსაც მე შეიძლება ერთი თაობა დაჭირდეს გამოსასწორებლად მადლობა იაგო ხვიჩია